მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის სმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი დღეს მოგახსენებთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს. და ჩანს სარგებლო პრინციპით ეს გაფრთხილებულია შეარაღებულია საუბარი 25 სექტემბრის და 1 ოქტომბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე. პირველში მეაქციოთ ყურადღება იმას, რომ დედამიწა შედარებით აუმჯობესებს თავის ენერგიულ ველს, რაც უფრო მეტად გაზრდის ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, უფრო მეტად მოაწესრიგებს ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას და ხელშეუწყობს ჯანმრთელობის მდგრადობას, ხელშეუწყობს იდეების მეტად რეალიზაციას და სასიკეთო ცვლილებებს ცხოვრებაში. ამასთან ერთად ყურადღება მეაქციოთ 29 სექტემბერს, ეს არის პარასკევი დღე. აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა, ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება სასტორის და ვერძის ზოდიაკალურ ღერზე. რის შედეგად მეტად მოიმატებენ ამ დღის განმავლობაში ტრავმატული ტენდენციები, მეტად აქ ემოციური გაღიზიანება მოიმატებს, აგრესია ადამიანებში, ამიტომ ვეცადოთ 23 რიცხვი ფრთხილად წინდახედულად განვლოთ, არავითარ საკითხები აქ არ გავარჩიოთ, არ გავამოავლინოთ ზედმეტი ემოცია, აგრესია და თავდაჭერილად ვიმოქმედოთ. არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო ამ პერიოდისთვის არ დავგეგმოთ და მეტი ყურადღება გმართებთ ტრანსპორტთან საჭესთან მიმართებაში. 29 რიცხვი ფრთხილად უნდა გავიაროთ, რათა არ ავყვეთ სტუნებებს, შეცდომებს, გავუფრთხილდეთ მეტად ჯანმრთელობას და არ ვიყოთ ზედმეტად სუსტრაფი, რათა ამით შეცდომები არ დავიბეოთ. მთლიანობაში კი კვირა კარგია. უბრალოდ 29-ში ვიყოთ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება ცოტა ფრთხილები და წინდახედულები. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ პერსპექტივებს ვერძით დავიწყოთ პირველ რიგში, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგიულში გადავიდა, ყველა ნიშანს დაეტყობა, მათ შორის ეს ვერძს და ამიტომ უკვე ამ კვირიდან სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში მეტად დასტაბილურდება. თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი იქნება, უფრო აქტიური იქნებით და მოდი ასე ვთქვათ, ის კონფლიქტები, რომელიც დაუშვათ თუ წარმოიქმნა წინა კვირის განმავლობაში, ის უფრო მეტად ასე ვთქვათ, ფარულ ელფერს შეიძენს და უფრო ფარულ სტადიაში გადავა. ესეთი აქტიური და ასე ვთქვათ, აგრესიული არ იქნება როგორც წინა პერიოდში. ამ შემთხვევაში ისიც რომ მეტი დრო ყურადღება უნდა დაუთმოთ პარტნიორ ურთიერთობებს, ან ამ ურთიერთობების გამოსწორებას, გაუმჯობესებას, ეხება როგორც ბიზნეს საქმეან, ასევე პირად ურთიერთობებს, სადაც უკვე მეტად ურთიერთგაგება მოიმატებს. მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი ინჩის დონორის გამოვლენა და მთლიანობაში წარმატების შესაძლებლობაც. ეს კარგი იქნება თქვენთვის ამ კვირის განმავლობაში 25 და 29 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები და არ ვარგა 27 სექტემბრის და 1 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები, რომელიც ცოტა უფრო ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნებს, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ იჩენს სტაბილურობას, ამიტომ შეგიძლიათ ორგანიზებულობის, დისციპლინის, შოუპორობის, შრომისწინააღმდეგობის გამოვლენა და ამით მეტად წარმატების მიღწევა. ეს ის პერიოდი, რომელშიც დიპლომატია ძლიერდება თქვენში, მისი მეშვეობით შეგიძლიათ არაერთი რთული საკითხის მოგვარება, პრობლემების გადაწყვეტა და ეს ის პერიოდი, რომელშიც პერიოდი უკვე კარგია, მაგალითად იმისთვის, რომ გაუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა, ურთიერთგაგება გააძლიეროთ როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში და გარკვეულწილად მათი მხრიდან დაემსახუროთ სიმპათია და დახმარება, რაც realობაში ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 28 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 და 30 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. დარჩენილი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებს, აქ აშკარად გამოცოცხლებიან ამ კვირიდან ტყუპები, ენერგოტონუსი თქვენი დაიწყებს უმატებას, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბილური, უფრო გონებამახვილობა მოიმატებს ეს ის პერიოდი, რომელშიც უკვე კარგია ეს დრო კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მისაღებად, აქ წარმატების შანსი მოიმატებს, ურთიერთგაგება შვილებთან, ურთიერთგაგება სასწავლო პარტნიორებთან, რომანტიკული კონტაქტებისთვის ეს პერიოდი გაცილებით უფრო სასიკეთო წარმატებული, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და იდეის რეალიზაცია უკვე შესაძლებელი იქნება სწორედ ამ კვირიდან. და ევლიანობას მოიმატებს თქვენს ცხოვრებაში. ყველას კარგია თქვენთვის 26-30 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 28 სექტემბრის და 1 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნებს, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, ამიტომ თქვენი შრომისწინააღმდეგობის სკოპომოთმება, მზარდი ინტუიცია ხელს უწყობს სწორი ნაბიჯების გადადგმას, არჩევანის გაკეთებას, არაერთი იდეის კონკრეტულ რეალიზაციასაც კი. ამასთან ერთად ეს პერიოდი აუმჯობესებს ურთიერთობებს ახლობლებთან, ნათესავებთან, აქ შეიძლება არაერთი მემკვიდრეობით საკითხის გადაწყვეტს კარგად, ახლობელთა, ასე ვთქვათ, დახმარება, თანადგომა იქნება ფრიად მნიშვნელოვანი თქვენთვის,
რაც ხელში უწყობს მეტად თქვენს განვითარებას და წინსვლას. კარგია თქვენთვის 27 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 25 და 29 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ამ რიცხვებთანაც ვიყოთ ცოტა ფრთხილად. ნუ გამოიყენებთ მათ თქვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. რაც შეიძლება ლომის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს სიტუაცია აშკარად უმჯობესდება თქვენ ცხოვრებაში, როგორც თუნსი თქვენ ნელ-ნელა მატლობს, ხდებით პროაქტიული, ენერგიული, ინიციატივიანი, უბრალოდ მეტად შეგიძლიათ ორგანიზატორული ნიჩის უნარის გამოლენა, დაუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომ შეუბიცას პრობლემების, საკითხების მოგვარებისას მეტად შეძლებთ მოულოდნელი და ორიგინალური განწყობლების მიღებას. რაც ხელში უწყობს თქვენს განვითარებას წინსვლას. ეს არის პერიოდი, რომელიც მეტად ხელს უწყობს მრავალფეროვან კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. აქ შეგიძლიათ სადაც საჭიროა შრომავლის ფუნქცია შეასრულოთ ცალკე ადამიანებს ან ორგანიზაციებს შორის, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და წარმატების შესაძლებლობებს. კარგია, თქვენთვის 26 და 30 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც და არ ვარგა 28 სექტემბრის დღე და ეს რიცხვიც, რომელიც ცოტა ფრთხილად და მეტად სიმდახადულად უნდა განვლოთ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, კვირა კარგია, შრომის უნარიანობა, ნებისმიერ მომთმინება, მაღალი ენერგოტონუსი, სიკვდილმცოდნე სტაბილურობა ხელს უწყობს მეტად წინსვლას, განვითარებას და სხვა შორის ამ პერიოდში შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ახალ ფინანსურ წყაროებს მიაგნოთ, ან ძველი საქმეები დანაკლებით მიიღოთ, მატერიალური დივიდენდები, ერთობლივი ბიზნეს საქმიანობას მეტად სასკეთო ელფერს შეიძენს, აქ სტაბილურობა მოიმართებს თქვენს ცხოვრებაში, ყველა სფეროში, რაც ხელში უწყობს ასევე თქვენს პოპულარიზაციას და წარმატებებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 სექტემბრის და 1 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 25-29 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, სასწორებო ეხლა თქვენი დროა. მზე გადავიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ყოველ დღე იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ნებისმიერი შრომის უნარიანი, იღბლიანობას მატლობთ თქვენ ცხოვრებაში, სიტუაცია აშკარად მშვიდდება და უმჯობესდება თქვენს სირბილივ. ამიტომ ეს პერიოდი, როდესაც სამართლიანობა მოიმატებს, ამ პერიოდში საუკეთესო უკვე ლიდერული ორგანიზაციული სისტემების წარმოჩენა ძლიერდება თქვენში. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი იდეების ჩამოყალიბებას, მატერიალიზაციას, ამ გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც საქმიანი, ასევე პარტნიორული ურთიერთობების კუთხით თქვენს მეტად წინსვლას და განვითარებას. კარგია თქვენთვის 26-30 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები და არ ვარგა 28 სექტემბრის დღე და ეს რიცხვიც დარჩენ დღეები ნეიტრალურია წარმატების კუთხით. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ენერგოტონუსი თქვენი მეტნაკლებად მდგრადია, შრომის უნარიანობა, ნებისმიერ მომთმინება, შეუპოვრობა, პრაგმატულობა გაძლევთ ამ პერიოდის ნორმალიზაციის შესაძლებლობას და სხვადასხვა სახის რთულების მეტად მოწესრიგებას. ანუ აქ შეიძლება უკვე ის პერიოდი დადგეს, როდესაც ახალი საინტერესო მოვლენები მეტად იჩენენ თავს თქვენ ცხოვრებაში, თუმცა აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად უკვე ამ პერიოდში ენაზე კბილის დაჭერა, საკუთარი საიდუმლოს არ გათქვა და მაშინ წარმატების ფაქტორიც მოიმატებს. მეგობრული ურთიერთგაგება მოიმატებს, მათი ასე ვთქვათ, ასევე თანადგომა ხელს შეუწყობს ასევე დამატებით თქვენს წინსვლას და მეტად წარმატების მიღწევას. კარგია თქვენთვის 28 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 და 30 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნების ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, მშვილდოსნები აშკარად გამოცოცხლებიან, აქ ენერგოტონუსი ყოველ დღე მატლობს, გემატებათ ენერგია, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქოემოციურად უფრო სტაბილურდებით, ანუ აქ საერთო სტაბილიზაცია მატლობს. თუმცა ზოგიერთი წინა პერიოდში დაწყებული კონფლიქტი შეიძლება ჯერ კიდევ გაგრძელდეს, თუმცა მათი სიმძაფრე აქ აშკარად იკლებს. აუნიშნავთ ისიც, რომ მთლიანობაში ურთიერთგაგება ერგმულიყო ადამიანებთან. თქვენი ლოგიკური მოქმედებები გახდება მეტად საწინდარი წარმატებების. ეს პერიოდი უფრო მეტად ხელს უწყობს ახალი იდეა პროექტების ჩამოყალიბებას, მათ რეალიზაციას, მეგობრული კონტაქტების გაუმჯობესებას, მეტი კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან, საიდანაც შეიძლება ასევე მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს მეტად თქვენ შემდგომ განვითარებას, წინსვლას, თანდათან მოიმატებს თავისუფლების ფაქტორის თქვენ ცხოვრებაში, რაც გაძლიერებს მარგი ქმედების კოეფიციენტს თქვენი მოქმედებისა. ეს კარგია თქვენთვის 25 და 30 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 27
სექტემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხის გაზ ზოდიაქოს ნიშნე დაავადებებს, ამჟამად მერკოტონუსი ჯერ კიდევ სტაბილური, ამიტომ შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა თქვენი ხელში უწყობს ზოგიერთი იდეის რეალიზაციას, ძველი საკითხების მეტად გადაწყვეტას. ეს ის პერიოდი, რომლის ობისას გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან, სიჯულთა ნელ-ნელა იკლებს, რაც ხელში უწყობს ურთიერთგაგებას ირგვლივ ადამიანებთან. მთლიანობაში ეს პერიოდი კარგია უკვე პროფესიონალური განვითარების სიცოცხლისთვის, ზოგიერთი იდეის განხორციელებისა და მატერიალური მდგომარეობის უფრო მეტად გასაუმჯობესებლად. კარგია თქვენთვის 28 სექტემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვი და არ ვარ 26-30 სექტემბრის დღეები ეს რიცხვები, რომელიც ცოტა მეტი სიმდახადულობით სიფრთხილით უნდა გამლოთ, ეცეთ რომ ამ რთულ დღეებში მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები აქ არ გაარკვიოთ, რაღაც მნიშვნელოვანი სარისკო მოქმედებები აქ არ შეასრულოთ და ასე შემდგომ, რათა უფრო მშვიდად გაიაროთ და სწორად ეს პერიოდი. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში თანდათან უმჯობესდება. ერგოტონუსი ყოველდღე მატლობს, ამიტომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, გონებამახვილობა მატლობს, მე თავისუფლებას გრძნობთ, უფრო დამოუკიდებლად შეგიძლიათ იმოქმედოთ. ეს პერიოდი კარგია უკვე მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, უცხოეთში სტაჟირების ან სწავლისათვის, ასე შეიძლება უცხოელებთან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, შესაძლებლობა მეტი მოთმინების გამოვლენის აქ უფრო მეტად ღვივდება თქვენს ცხოვრებაში. ეს პერიოდი ხელს უწყობს ასევე საინტერესო თავგადასავლებს და თავგადასავლებისადმი ლტოლვა თქვენი მხრიდან მოიმატებს, ინტუიცია ხდება უფრო მზარდი, ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ უფრო მეტი სწორი არჩევნის გაკეთება, ნაბიჯების გადადგმა და სპონტანური იმპროვიზაციის უნარი თქვენს მოქმედებაში მოიმატებს, რაც ერთიორად გაზრდის თქვენ ორიგინალურობას და პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს საზოგადოებაში. Os care იქნება თქვენთვის 25-29 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ 27 სექტემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ამიტომ ეს აქტიური თქვენთვის და პრინციპში წარმატებული ევლიანი პერიოდი ესაა უკვე მეტად აქტიურად გამლოთ ეს შანსები პოზიტიური ამ პერიოდისა მეტად გამოიგნოთ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებებს, ეს კვირა უდაოდ უფრო მშვიდია. დედამიწის გადასტო პოზიტიურ ენერგიულობაში მეც სიმშვიდეს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში და აქ უფრო მეტი იქნება საინტერესო ინფორმაცია გაიცნობს ადამიანებს, რომ დარჩევები იქნება თქვენთვის პრიად მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო მეტად გაერკვევით საკუთარ სწორმოქმედებებში, საქმეებში თქვენი მძაფრ ინტუიციის მეშვეობით. ენერგოტონუსი, რადგან მაღალი ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, შემოქმედებით ნიჭის გამოვლენის უნარი ასევე საკმაოდ მაღალი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ზოგიერთ თქვენი იდეის უფრო მეტად განხორციელებას, ურთიერთგაგებას მათ შორის პარტნიორული კუთხით. ასევე მოიმატებს, რაც გაზრდის მატერიალური მდგომარეობის შანსებს, შესაძლებლობებს, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობებს და სხვა სასიკეთო ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. თუმცა ერთი აუცილებელი პირობა მაინც არსებობს აქ წარმატებისთვის, ეს არის ენაზე კბილის დაჭერა, საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით, წინდაცინ გათქვით ინფორმაციას თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ, აი მაშინ ამ კვირაში იქნებით უფრო მეტად წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით, ასტროლოგიური პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია მე ამით გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.